ეს ახლა მე ამბობენ გეგმაში, გეგმის ყველაზე მთავარი არის მუზეების გამო. ახლა მე ერთ მომენტს ვიმოსვიდამ, ალბათ კარგი იქნება თუ ამ თემას შეეხებიან პოლიტიკოსები. არა, რასაკვირველია სამხედროებიც. მე ერთი დაზუსტება მინდოდა. ახლა მე მუშაობ სტრატეგიის გაგეგმვის სფეროში, ახლა ეს რასაც ვემბრძანებთ, ახლა წარმოდგენა ბუნებრივია მაქვს, მაგრამ სპეციალურად ეს ოპერატიული ხელოვნების სფეროს განეკუთვნება და ახლა მე შეიძლება კონდეს უბრალოდ ისე თქმა მინდა რომ უფრო ფართო დისკუსია თუ იქნება ამ თემაზე, კარგი იქნება თქვა კითხვას რომ არა, ხო არიან განამდგარი სამხედროები, ისაც შეუძლიათ ეს შეაფასო. მე ამას ვამბობ, ახლა მაგალითად ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოპერატიულად რატომ არ იქნა რატის მიმართულება გამოყენებული. არ ვიცი, არა მოხდა გამოყენებული. ნუ ყოველ შემთხვევაში ისე რომ როგორც შეიძლებოდა. 2000 არის ხაც ქუთაისიდან ავიდა, იქ და ხებოასა სოსტემა და ხიდი ააფეთქე და დაბრუნდა. ეს არის ხაც უკან. ახლა ისიც რომ ამ დროს ოპერაციას მიკეთებდნენ მე ვიცი რა თქვენ არ იყავით აქ, მაგრამ მე განამდვილებით ვიცი და იგი იმიტომ დაბრუნდეს ის ონის ხიდის დაბრუნდა და სოსტემ და ჩუბები ჩამოვიდეს არაზუსტად მოაწესა. ხო, მაგრამ დაუბრუნდეთ მიჯნების საკითხ, ეს არის გეგმაში მიჯნები უნდა ყოფილიყო. ესე იგი, მუზეები უნდა ყოფილიყო. მე გეტყვით უმარტივეს რაღაცას. ახლა მუშაობ საქართველოს სამხედრო ისტორიის ხელოვნების ისტორიაზე და აი შემიძლია ორი მაგალითი მოვიყვანო უძველესი ხანიდან, ესე იგი, ეს მონაკვეთი არის ფარნავაზიდან არაბების შემოსევამდე მონაკვეთის პერიოდს ეხება. ესე იგი, ვთქვათ, როდესაც პომპეუსი შემოიჭრა. არტაგის მოქმედებებში მიჯნა არის მონიშნული. ესე იგი, დაიხია მან აყვა არაგვის ხეობას, ესე იგი, აყვა ამ ხეობას და აყვა იქამდე, სადამდე საზრი ქონდა, რომ ხეთა დაეცვა. როდესაც ამ მიჯნაზე გამაგდა და დაინახა, რომ ვეღარ ემაშლებოდა, დაიწყო მოლაპარაკება. მეორე, ჩვენ მეფეებში ძალიან უსამართლოდ დავიწყებული ამაზას როცა დაიწყენ ოსები ამ შემთხვევაში ჩრდილოეთიდან, უბრალოდ ალანებზე კი არა, ჩრდილო კავკასიელი ინდოირანულ ხალხებზე. ის გამაგდა ზუსტად არაგვის ხეობაში, ასე ვთქვათ, მიჯნად გამოიყენა მცხეთა ციხესიმაგრე და სანამ როდესაც შეავსო, ასე ვთქვათ, თავისი მობილიზებული იმებით, გადავიდა კონჩეტევაზე და ასე ვთქვათ, ამდენად განდევნა. ახლა რაც პირველ და მეორე საუკუნეში ხდებოდა, ახლა მე მგონი 21-ში უფრო შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ასე კი აქ რაზეა ლაპარაკი. თუ შენ არ განსაზღვრე, სად გააკეთო მიჯნა, ეს ნიშნავს შენ სად აჩერებ მოწინააღმდეგეს, შენ თვითონ არ იცი. ანუ რა არის შედეგი? შედეგი არის ის, რაც არის. აქცევა. კარგი ხარ. არა მე ანებდებში რო არის სვანეთში გავაჭერით სვანეთშიო მაპატია სლენგური სიტყვის გამოთქმა. ეს ერთი მომენტი, რაც შეეხებოდა ამ ბირმას და ამაზე ვიმეორებ არის ხელმოწერა ბატონი გარამიძე ყოველ შემთხვევაში ამას ადასტურებს, არის ეს არის დირექტორი თავდაცვის მინისტრის და თავდაცვის მაგრამ ეს არის პიკანტური მომენტი, რაც გაიგო ბატონი პრეზიდენტის გამოსვლით. არცერთ თურმე წინსვლის გეგმა. აი ეს არის საინტერესო და ამაზე რატომღაც არავინ არ გაამახვილა ყურადღება. მე ის ვიმახსოვრ რომ უბრალოდ არ უყურე. თქვენ მომანამორჩება გუშინზე დაიწყო, ალბათ საუბარი თემა ვერ გაგრძელდა, ვერმა არ უყურა თურმე ბოლომდე. აი მოდით მე აქ ციტატს მოვიყვან ბატონი მიხაილის ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა 1 დეკემბრის ვერსიაში, აი ასეთ რაიმეს ამბობს. ესე იგი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გვეწარმოებია სამხედრო მოქმედებების ცხინვალში და შემდეგ მოტივს ამბობს. ერთი ქალაქის ცხინვალის გამოყოფა აბსოლუტურად ხელოვნურია. ანუ ის ლაპარაკობს რომ აქ სამხედრო მოქმედების თეატრს ახსენებს, ეს ხარია სამხედრო მოქმედების თეატრის თვალსაჩინოა, ბევრად უფრო ფართო ის არის. მაგალითად არსებობდა ცენტრალური ევროპული თეატრი, რომელიც მოიცავდა მთელ გერმანიას, ბელგიას, 1000 კილომეტრს. ეს სასაკვირველია თეატრი არ იყო, ეს ასე ვთქვათ, მის სამხედრო მრჩევლებს უნდა ჩაეყენებიათ საქმის ხუში, რომ ეს თეატრი არ არის. მაგრამ ეს არსებითი არ არის. ეს მასალია რომ ცხინვალის გამოყოფა ხალხი სლიანად აი ამ მოქმედების როლიდან შეუძლებელი იყო და შემდეგ ამბობს
ეს იყო სამხედროების შეხედულების მიხედვით გადაწყვეტა. მაგრამ ერთი რამ კაცრად იყო მითითებული, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ მშვიდობიან მოსახლეობის მსხვერპლი. როგორც მივხვდი, ესე იგი თავის სუბიექტურას ამბობს განცდა, ერთ მომენტში სამხედროებს შეექმნათ განცდა, რომ ცხინვალის გავლის გარეშე იმ პირობებში, როდესაც მძიმე ტექნიკა უკვე მომდგარი იყო მეორე მხრიდან, დიდი ლიახვის ხეობას ვერ დავიცავდით. ანუ გამოდის, რომ ცხინვალის გავლით დიდი ლიახვის სოფლებზე გადაადგილება იყო დაგეგმილი ესე. აბა კიდევ ერთგან ამბობს, რომ მივიღე გადაწყვეტილება თბილისიდან ბრიგადებით დაანედრა ცხინვალისკენ. ეს გეგმა არის. ესე გადაადგილება ხომ არ ხდება უმაღლესი მთავარსარდლის გარეშე თუ კი არ არსებობს დოკუმენტი მოყვა. თუ შეიძლება ეს იყოს ბრძანება მაგალითად, მაგრამ ესე იგი არა, გეგმა არის უკვე როდესაც თქვა შესაბამისი რუკაზე ის არის ახლა შეიძლება ზოგადი ბრძანება იყოს, გამოიყოს ამდენი ლიტრი საწვავი თქვა, ამას არ გირდება. მაგრამ მე გასავთ ახლა როდესაც სამხედრო მოქმედების პირობებში გადაადგილდებით წინ 20 კილომეტრით ან 25-ით ეს არის შეტევა. ანუ შეტევითი მოქმედების გეგმაც იყო, ახლა მე არ ვაზუსტებ. შეიძლება იყოს კონშეტევა, იმიტომ კონშეტევა შეტევისნაირ სახეობა, იმიტომ რომ მე არ ვიცი ის მოტივები, რომელზეც მოყავდათ ამ გეგმების ავტორს, ვის უფრო რომ შეტევის გეგმაზე, ანუ შეტევითი წინ გადაადგილების გეგმაზე, გარდა უმაღლესი მთავარსარდლისა არავის არ ულაპარაკია. ამაზე გენშტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრი ისინია ალაპარაკობდნენ მხოლოდ თავდაცვის გეგმაზე. აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. ესე იგი, იყო თუ არა გაცვლილი აი ამ მომენტში რაღაც გარკვეული მიჯნები. ან თქვა ცხინვალი, ახლა ქალაქის ბრძოლა არის ბრძოლის ძალიან სპეციფიკური სახე, რომელიც ყველა სახელმწიფოს საბრძოლო წესდებებში ცალკეა გამოყოფილი. და აი ამისთვის ახლა იყვენ თუ არა ჩვენი ჯარები მომზადებული. ან უნდა ჩაბმულიყო თუ არა საერთოდ ცხინვალისთვის ბრძოლაში თუ ერთადაც რაღაც ფორმით გვერდი აეულოთ. აი ეს კითხვებიც აუცილებლად აგრეთვე დასასმელია. ყოველ შემთხვევაში ესე იგი ფაქტია, რომ ჩვენ მქონია თავდაცვითი გეგმაც და როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა დააზუსტა, მქონია წინსვლის გეგმაც. მე არ ვიცი შეტევითი გეგმა. გაიხსენეთ ის ხალბატონის ღულაძე რომ გამოდიოდა კიდე მაშინდელი ბიულეტენებით რაღაცებს ასე ჯავასთან შეტევა, ჯავას დაბომბვა. ეს თავდაცვი შეტევითი გეგმის ნაწილია. იქ დაიღუპნენ ჯავის იქეთკენ ჯავის შემდგომად რამდენიმე ჩვენი სადესანტო ნაწილი იყო თუ არ ავსწრები. რადგან იქ მივიდნენ ესე იგი შეტევითი გეგმა არსებობდა როგორც. ეს ის შეტევითი გეგმა რომ ყოფილიყო ამაში თავისთავად არაფერი დანაშაული ეს არ არის ახლა გენშტაბი არის იმის გაგეგმა. ახლა ლაპარაკი იმაზე რომ რატომ მალავს ამ იმას. ესე იგი არ პრობლემა იმაში კი არ არის ახლა დასრულდა ეს ომი. გამოქვეყნდეს ეს გეგმა რომ იმშალოს საზოგადოებამ როგორი გეგმა იყო და თუ ეს გეგმა იყო სგარი და ახლა სგარი არც ქვია ახლა როცა უკან დახევის გეგმებში უკან დახევის მიჯნებს არაფიქსირებ ეს უკვე კომიკურია თუ დანაშაულებია თუ რა არის ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს აი ამაზეა ლაპარაკი და ეს ვიმეორებ უნდა გახდეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი თუ გინდა იმიტომ რომ მომავალში ეს აღარასდროს აღარ გამეორდეს რომ არ მოხდეს ისე რომ გენშტაბში შემუშავდეს გეგმა სადაც წინსვლის ან უკუსვლის მიჯნები არ იქნება განსაზღვრული. საინტერესო აი ამ თემაზე საუბარი, ხშირად განამტკიცებდა, ძალიან საინტერესო იყო ეს არაბები რომ შემოვიდნენ საქართველოში. საქართველოს მეფე ბოლო მიჯნა დაიღო შვიდღუდე ახალათონთან. ძალიან თითქმის ყველა ციხე დაეცა, მაგრამ ძირითადი ძირითი თავისი არმიის ამან შეინარჩუნა. ნელა დახევით გავიდა აფხაზეთზე ამ ხება ინდოეთსაც ძალიან რთული იყო დინარები ასეთი არ იყო ხიდები დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთიდან დასავლეთ იმდენად რთული იყო გადასვლები თემურლენგმაც კი თემურლენგმაც შვიდღუდესა მოუგო რა ჭაობიანი ველი იყო იქ ახალათონსა და იქ მოუგო მონაკოს მე ის თქმა მინდა იქ თუკი მე-6 საუკუნეში ფიქრობდნენ რომ ზღვარი ეს არის მეტი ციხე არა გვაქვს უნდა დავიცვათ აი ამ
თავდაცვის გეგმაში რა ზღვარი უნდა დათქმული იყო და აქ უნდა